სალამ, მე ვარ დრანგა, ეს არის Bitanica Short. გადაცემა სადაც კრიპტო სამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. დღევანდელ ეპიზოდში გაიგებთ კრიპტო აპების ბუმის შესახებ, MetaMask-ის და Polymarket-ის ინტეგრაციის ამბავს და Elon Musk-ის განცხადებას. კრიპტო აპებმა შემოსავლებით blockchain პლატფორმებს გადაუსწრეს. Pump-Farm-მა წელს 724 მილიონი გამოიმუშავა. Hyperliquid-მა კი 667 მილიონი. მაშინ როცა Solana-მ მხოლოდ 632 მილიონი მიიღო. ანუ ახლა ფული უკვე იქ მოძრაობს, სადაც მომხმარებელია. ექსპერტების აზრით ეს ახალი ტენდენცია. მომავალში მოგებას მოიტანს არა blockchain პლატფორმები, არამედ რეალური სერვისები, რომელსაც ხალხი იყენებს. მოკლედ აპების ეპოქა ბრუნდება. MetaMask-ი ახალ ფაზაში შედის. MetaMask-ის საფულე დაინტეგრირდა ყველაზე დიდ პროგნოზების პლატფორმასთან blockchain-ზე, Polymarket. ახლა უკვე პირდაპირ MetaMask-იდან შეძლებ პროგნოზების გაკეთება სპორტზე, პოლიტიკაზე და კრიპტოზე. მოკლედ ციფრული საფულის შესაძლებლობები უსასრულოა. Elon Musk ისევ Dogecoin-ზე საუბრობს, ოღონდ ამჯერად პოლიტიკურ კონტექსტში. ჯო როგანთან ინტერვიუში მან თქვა, რომ Doge-მა ბიუროკრატიული სტრუქტურების ძალაუფლება შეარყია და ხალხს რეალური ძალა დაუბრუნა. მისთვის Doge უკვე უბრალოდ meme-coin-ი აღარ არის, ეს იდეაა ფინანსური თავისუფლების შესახებ. მოკლედ Elon-ი ბებერძალს არ ეშვება. ეს იყო Bitanica Short, გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამორჩეთ მთავარი მოკლედ.